სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის საინვესტიციო ბანკის გალდენ თაგარტის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით შესრულებული კვლევის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნა, რომ აგრობიზნესი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. სექტორში მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. მაკუნა აბულაძე გეუბნებით. სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი. ანუ საქართველოში პირველად შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც წლიდან წლამდე ამ დარგის მდგომარეობას შეაფასებს, განსაზღვრავს პროგრესს და გამოავლენს გამოწვევებს, რომელთაც შესაბამისი პასუხი სჭირდება. სექტორის განვითარების შეფასების ეს ინდექსი სამ ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით შეიქმნა: პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები. აგრარული სექტორის განვითარების ავანგარდში მთავრობის მეთაურია. ჩვენ მიზანია დავეხმაროთ სოფლის მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა არის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი ამოცანა მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით უპასუხოთ. გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახების შედეგი 2018 წლის შემდეგ სექტორის თლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ მაღალ მხარჯოლუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აგრარული დარგის ბოლო წლების წარმატებულ განვითარებაზეც ყველაფერს შედეგები ამბობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ახლა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მთავარი ამოცანებია პროდუქტიულობის ზრდა, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის როლის გაძლიერება. დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წლებში მცირეოდენი მერყეობებით შეინიშნება, საერთო შეფასება და ტრენდი უაღრესად პოზიტიურია. რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ არის შემთხვევითი. ეს მაჩვენებელი იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას და ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერას ემსახურება. მომავალი დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორობაზე, რომელიც სახელმწიფოს ბიზნეს, მეცნიერებსა და ფერმერებს აერთიანებს. წარმატებებთან ერთად რა გამოწვევა აქვს დარგს? დაბალმოსავლიანობა, მიწების ფრაგმენტაცია, რაც ნიშნავს, რომ ფერმების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა. ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც მოდერნიზებული სოფლის წინა პირობა უნდა გახდეს და მთავარი იმპორტ დამოკიდებულება ცხოველური პროდუქტებისა და მარცვლეულის ნაწილში. ამიტომ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, სახელმწიფო პროგრამები და პროცესში ბიზნესის აქტიური მონაწილეობა პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებს ხარში დაუდგეთ და ვეთანამშრომლოთ. სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება. როდესაც ინდექსი იზრდება, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ სექტორში პროგრესი არის, თუმცა შესაძლოა იყოს წელი, სადაც ინდექსი შემცირდება და შეგვიძლია ჩავეძიოთ, თუ რა გამოიწვია ეს შემცირება. ამიტომ ეს არის ფაქტობრივად ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სოფლის მეურნეობა სად იმყოფება დღეს, როგორ იცვლება დროში და რა მიმართულებით. ზოგადად სოფლის მეურნეობას დგას ქვეყანა, ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოს და ბიზნესს ყოველთვის უნდა კონდეს ამის რეგულაციის საშუალება ერთმანეთთან, როგორც კომუნიკაციის კუთხით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. დღესვე დაანონსდა ახალი რეფორმა. კარდინალურად შეიცვლება სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციფიკა და საქმიანობა. აპრილიდან კი ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მათივე საჭიროებებს მორგებული ახალი სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით ისარგებლონ. მიზანი გახდეს ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე.